ვიწყებთ აფხაზეთიდან, გაგრაში 25 გრადუსი, დღემზიანი იქნება ნაწილობრივ, სოხუმში 26 გრადუსი, ასევე ღრუბლები და მზე გამოანათებს. ზუგდიდში კაშკაშებს, აჰა, მოსულა ზაფხული, ზუგდიდში 28 გრადუსიო, მესტიაში 16 გრადუსი. ფოთში 26 გრადუსს გვპირდებიან სინოპტიკოსები და კაშკაშებს აქაც მზე ბათუმში 25 გრადუსი. მე მგონი დასავლეთში უნდა წავიდე. ოზურგეთში 28 გრადუსი დაფიქსირდება, უმეტესად მზიანი იქნება ამ შემთხვევაშიც დღე. ქუთაისში 27 გრადუსი და ღრუბელთან ერთად მზეც გამოჩნდება, ამბროლაურშიც 23 გრადუსი და მზეც გამოანათებს. ახალციხეში გვაქვს ღრუბელი მზე 23 გრადუსი, ბორჯომში 22 გრადუსი, უმეტესად მზიანი იქნება დღე. ბაკურიანში 17 გრადუსი, აქაც უმეტესად მზიანი. დღე მაქსიმალური ტემპერატურა გორში 22 გრადუსი იქნება და მზეც გამოანათებს, ცხინვალში 20 გრადუსი. სტეფანწმინდაში 12 გრადუსი დაფიქსირდება, უმეტესად ღრუბლიანიო, გვამცნობენ სინოპტიკოსები. გუდაურში 8 გრადუსი დაფიქსირდება, უმეტესად ღრუბლიანი იქნება, აი თელავში წვიმს 22 გრადუსი. რუსთავში 24 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში 22 გრადუსი, უმეტესად ღრუბლიანი იქნება დღეო. აი და უმეტესად ღრუბლიანია დღე. ოჩახ სინოპტიკოსებო, ქალბატონო დოდო, ესე იგი ჩვენ იმედები გაგვიცრუეთ. არასდროს გვიცრობს ქალბატონი დოდო, იმედას პირიქით გვამზადებს ხოლმე და ეს ბუნებრივია იქნება. პროდიუსერი მეუბნება ყურში რომ ეს ხუმრობით თქვი, არა სერიოზულად ვეუბნები ქალბატონ დოდოს რომ იმედები გამიცრუა.